მშვიდობისა ნიკა. დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. როგორ ხართ? არა გუშავს მადლობა. წლის პირველი რეაქცია სავარაუდოდ მეტად საინტერესო და მეტად ხმაურიანი აღმოჩნდება. ნიკა მელიას რეაქცია გადამწყვეტი არჩევნების წინ. ნაციონალების თავმჯდომარისგან დღეს ველით ამბებს, რომელიც აქამდე მას არ მოუყოლია. დიდი ომი ნაციონალური მოძრაობისთვის ფინალს უახლოვდება. თუ შეხვას პარლამენტშიო, ჩემი კანდიდატი ვერ იქნება 2017-ში მერობის. მე ვცხარი რა, მოდი რამდენი 1000 კაცი გინდათ მოდი დაგახვიდეთ თბილისში, ჩამოხვიდეთ მე. აი გეგონიათ რომ ეხა ამის გამო ვარ ამ პარტიაში მეთქი რას ვაშანტაჟეთ მე. ვანო მერაბიშვილი ფარდის უკნიდან ცდილობს პროცესების მართვას. ვერ ისწავლა ჭკუა რომ ფარული ჩანაწერებით საქმე არ კეთდება. ამ განცხადებით მელიას თანაგუნდელები ხელს ღიად ადებენ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ამბობენ რომ გავრცელებული ჩანაწერების ხელწერა მერაბიშვილისაა. მე პირადად ჩემ თავს ვერ ხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ბატონი ვანო მერაბიშვილი. რას მოყვება ნიკა მელია შიდა პარტიულ ამბებზე, განვითარებულ პროცესებსა და გეგმებზე ნაციონალურ მოძრაობაში. რა სიტყვის ვანო მერაბიშვილზე, რა სიტყვის კონკურენტებზე, რა სიტყვის დავით კეზერაშვილზე, რა სიტყვის ბრძოლის დაწერილ თუ დაუწერელ მეთოდებზე. ყველაფერზე ციხეში დაჭერამდე და ყველაფერზე ციხიდან გამოსვლის შემდეგ. რა შეცვალა პარტიის ბრძოლის გეგმებში საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ? იცოდა თუ არა მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ? რის გაკეთებას გეგმავს თუ არჩევნებს მოიგებს და რა ხდება მერე თუ არჩევნებში მარცხ ხდება? პოვებს თუ არა ნაციონალურ მოძრაობას? აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის არებას. გამორიცხული ამბავი. აი, გადმოვარდე. ვერც დაიჭერს. რა აქვს სათქმელი საკუთარი თანაპარტიელებისთვის, მომხრეებისთვის, მოწინააღმდეგეებისთვის, როგორ აპირებს ციხიდან მიხეილ სააკაშვილის დახსნას, როგორ აპირებს ბრძოლას ივანიშვილის ქართულ ოცნებასთან. 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი ამ დადგენილებას, არც ერთი წინააღმდეგი. შესაბამისად, დადგენილების თანახმად ბატონ მელიას შეუწყდა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლება მოსილება. რას ნანობს და რას არა პარტიის თავმჯდომარეობის პერიოდში. ნიკა მელიას პოლიტიკური კარდიოგრამა დღეს საღამოს TV პირველზე. რეაქციის ახალი სეზონი იწყება. არჩევნების შემდეგ ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. აი ხა უმრავლესობა უნდა მივიდეთ.